შეხვედრა, მაგრამ დღეს განსხვავებული ფორმატი გვაქვს. დღეს ღია ეს შეხვედრა ჯგუფის არაწევრებისთვისაც და ყველასთვის, ვინც დაინტერესებული არის, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ საჯაროდ. მიმდინარეობს პირდაპირი ტრანსლირება ამ შეხვედრისა და ჩანაწერიც იქნება გაკეთებული Facebook-ის ასამბლეის ვებგვერდზე. მიდის ახლა live streaming-ი ამ ჩანაწერს, შეგიძლიათ იქიდანაც დაუკავშირდეთ, ვისაც გაქვთ სურვილი ამისა. დღევანდელი დისკუსია შეეხება გარემოსდაცვითი დემოკრატიის უკუსლას საქართველოში და ეს დისკუსია არის ნაწილი საზოგადოებრივი ფორუმის. საზოგადოებრივი ფორუმი არის სხვადასხვა დისკუსიებისა და მსჯელობების ნაკრები, რომელიც მიმდინარეობს ივლისში და აგვისტოში. მისი ორგანიზატორები გარდა საზოგადოებრივი ასამბლეისა არის პროტესტში ჩართული სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც და მიზანი არის, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ არსებულ კრიზისთან დაკავშირებული ჩვენი შეხედულებები, ჩვენი გამოცდილება და ვიპოვოთ შეხების წერტილები ერთმანეთთან. იმედი არის და უკვე ვიცით, რომ თანაორგანიზატორები იქნებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური პარტიებიც ყველანი ერთად. დღევანდელი საჯარო დისკუსია არის ნაწილი ეგრეთ წოდებული მოსამზადებელი კვირისა, კონტენტის კვირეული, ასე ვთქვათ, როდესაც სხვა ჯგუფებსაც აქვთ მსგავსი დისკუსიები. ჩვენთან სპიკერები დღევანდელ დისკუსიაში არიან ქეთი გუჯარაიძე და სალომე დვალი. თვითონ წარმოადგენენ თავის თავს, მაგრამ და მე ეკა ოთარაშვილი. სპიკერები თვითონ იტყვიან თავის თავზე, მაგრამ მე რაღაცა ერთობლივად მინდა გითხრათ, რომ სამივენი ვართ ადამიანები, რომლებიც გარემოსდაცვის სფეროში ძალიან დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს და ნამდვილად დაგვეჯერება, როდესაც საუბრობთ იმ ფაქტორებზე, რასაც ვხედავთ, როგორც უკუსლის დამადასტურებელი ფაქტორები ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელ საჯარო დისკუსიას წინ უძღოდა ჯგუფის წევრების მიერ გაკეთებული განცხადება. ეს არის საჯარო განცხადება, რომელიც გავრცელდა ქართულ ენაზე. შემდეგ ვფიქრობთ ინგლისურად გადავთარგმნოთ ის და გავაგზავნოთ დაინტერესებულ მხარეებთან საერთაშორისო ორგანიზაციებში და იმ გარემოსდაცვითი კონვენციების სეკრეტარიატებში, რომლის წევრიც არის საქართველო, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც არაღიარების ხრივ გადადგმული ნაბიჯი და აგრეთვე როგორც ზოგადად ინფორმირება ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ქვეყანაში. მე შემოგთავაზებთ ესეთ ფორმატს. ჩვენ საჯარო განცხადებაში გამოვყავით კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც პრინციპში არის ჩვენთვის მაჩვენებელი იმისა, რომ დემოკრატიის უკუსლა მიმდინარეობს. ამ ფაქტორებთან დაკავშირებით ახლა ჩამოვთვლი ფაქტორებს, ზოგზე მე ვისაუბრებ, ზოგზე ქეთი და სალომე ისაუბრებს და შემდეგ გავხსნით დისკუსიას ყველასთვის. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული არის შემდეგი ფაქტორები, რაც გვიჩვენებს, რომ უკუსლა მიმდინარეობს გარემოსდაცვით დემოკრატიაში საქართველოში. გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წვდომის გართულება და კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვა ქვეყანაში. უსამართლო და მიკერძოებული სასამართლო. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შეუძლებლობა. პოლიტიზირებული საჯარო ინსტიტუტები და რეპრესირებული საჯარო მოხელეები. სამოქალაქო სექტორისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფუნქციონირების შემზღუდავი კანონმდებლობა. გარემოსდამცველების დემონიზაცია. კანონშემოქმედებასა და გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის გართულება. და ბოლოს ევროპულ კანონმდებლობასთან და გარემოსდაცვის სტანდარტებთან მიახლოების შეჩერება. ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ეჭვი მაქვს, რომ არა მხოლოდ გარემოსდაცვის სფეროში არის შესამჩნევი,
არამედ სხვა დარგებშიც გვაქვს იგივე გამოცდილება და კარგი იქნება რომ მსგავსი დისკუსიები მოვისმინოთ სხვა ჯგუფების წარმომადგენლებისგანაც. სადღაც 15 წუთი ვფიქრობ, რომ თითოეული სპიკერისთვის გამოვყოთ სასაუბროთ და შემდეგ უკვე დრო გვიჩვენებს რა თემებზე შეგვიძლია უფრო ღრმად რომ გავაგრძელოთ დისკუსია. უბრალოდ გეტყვით რომ სადღაც ვფიქრობთ საათიდან საათს ნახევრამდე პერიოდში მიმდინარეობდეს ჩვენი დისკუსია. დავიწყებ პირველიდანვე გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის გართულება და კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვა. ჩვენ ჯგუფის წევრები და მათთან ასოცირებული ან ვისთანაც ისინი არიან აფილირებული იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით ძალზეც შესამჩნევი არის ინფორმაციაზე წვდომის გართულება. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის სიმწირეს ძველთან შედარებით, აგრეთვე ის რომ ანგარიშები ქვეყნდება ხშირად ისე რომ ძნელია მათი პოვნა. სულ უფრო ნაკლებად არის ხოლმე პროაქტიულად გამოცხადებული რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ამას და რომ ვიცოდეთ სად მოვძებნოთ ესა თუ ის ინფორმაცია. ეს რაც ღია წყაროებს შეეხება. აგრეთვე არის გართულებული პასუხის მიღება განცხადების გაკეთების შემთხვევაში, როდესაც განაცხადით მიმართავთ კონკრეტულ სახელმწიფო ორგანიზაციას, რომ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია. შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია არსებობს, რა თქმა უნდა. და ზოგადად გამჭვირვალობის ხარისხი არის დაკრებული ჩვენი შეხედულებით. კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვაზეც ცხადია, რომ იქიდან გამომდინარე თუ რა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შემოიტანა ქართულმა ოცნებამ, რომლითაც სულ უფრო და უფრო რთული ხდება მასმედიის საშუალებებისთვის ფუნქციონირება, თუ ისინი კრიტიკულ აზრს გამოხატავენ და არ არიან ქართული ოცნების მეხოტბე მასმედია. ამიტომ გარემოს დაცვით ნაწილშიც ვხედავთ, რომ ნაკლებობა არის კრიტიკული მედიის და სულ უფრო და უფრო უჭირთ ფუნქციონირება მათ. შემდეგი საკითხი არის უსამართლო და მიკერძოებული სასამართლო. ამას მე გამოვტოვებ და ამაზე ქეთი გუჯერაიძე ისაუბრებს ყველაზე კარგად, რადგან უშუალოდ აქვს ხოლმე თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე შეხება ამ საკითხებთან. ასევე პროტესტთანაც დაკავშირებული სიტუაცია. საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობა და საჯარო მოხელეების მდგომარეობა ყველაზე კარგად იცის ჩვენმა სპიკერმა სალომემ, რომელიც თვითონ გამოცადა ეს ყველაფერი და მოგუყვება საკუთარი გამოცდილებიდანაც გამომდინარე. რამოდენიმე სიტყვით მინდა ვთქვა რა ძიმე მდგომარეობაში არის ზოგადად სამოქალაქო სექტორი. ეხლა ისე ყველამ ვიცით და ჩემი აზრით ქვეყანაში არსებული კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ზოგადად ყველა სექტორში არის ის, რომ სამოქალაქო სექტორი არის წნეხის ქვეშ, არასამთავრობო ორგანიზაციებს სულ უფრო და უფრო უჭირთ საერთოდ სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებაც კი. ჩვენ სექტორში პირდაპირ მაგალითები, აი უშუალო რომლებთანაც ჩვენ გვაქვს შეხება არის, რომ ბევრი იძულებული იყო საერთოდ დახურულიყო, ან ეცადა რომ გადაკეთებული იყო სტატუსი, მაგრამ არის თქვათ გაჩერებული, საერთოდ არ მუშაობს ადამიანები, ცდილობენ რომ დამოუკიდებლად გააგრძელონ მუშაობა, მაგრამ ესეც ძალიან რთულია. მოკლედ გარშემო გვაქვს ძალიან რთული სიტუაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს გამოიწვია, რა თქმა უნდა, იმ საშინელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონით, რუსული კანონი, რომელსაც უძახით სამართლიანად, შემდეგ ვითომ ფარა და გრანტების კანონი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ჩვენი სექტორისთვის. რომელმაც ფაქტიურად აი მართლა ისეთი ფინანსური სირთულეების წინაშე დააყენა ორგანიზაციები, რომ მათ სიცოცხლის უნარიანობასაც კი ექნება საფრთხე.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით. კიდევ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე მათ დაატყდათ თავს ეს ცვლილებები. არა და საგამოძიებო ჟურნალისტიკა გარემოსდაცვითი დემოკრატიის აი ერთ-ერთი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ლოკომოტივი არის, იმიტომ რომ აი ძალიან წვდომა აქვს ზოგადად საზოგადოებაზე და იქიდან ვიგებთ ძალიან ბევრ გარემოსდაცვით პრობლემას, რომელიც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა ჩვენთვის ცნობილი. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ აი გარემოსდაცვითი დემოკრატია არის ზუსტად ის მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც დიდი რაოდენობა ადამიანებისა ერთვება დემოკრატიულ პროცესებში. რადგან мотиваცია მათ იმხელა არის, რადგან უშუალოდ მათ ეხებათ და ჩართულობას მოთხოვნაც და სურვილიც ადამიანების დიდი მასის მხრიდან არის ყოველთვის, რადგან აქ უკვე საუბარი არის მართლაც და უსაფრთხო და უვნებელ სურსათზე, სუფთა წყალზე, სუფთა ჰაერზე, დაცულ გარემოზე და ასე შემდეგ. ანუ აქ უკვე არ არის საუბარი იმაზე, რომ არის თუ არა ადამიანი ეგრეთ წოდებული პოლიტიკურად აქტიური, მისი ჩართულობა განპირობებულია პირადი ინტერესებით. ამიტომ არის ძალიან ხშირად, რომ სწორედ ქვეყნები, რომლებიც ტოტალიტარიზმის გზაზე დგანან, აი მართლა ყელში ეჭხირებათ გარემოსდაცვითი დემოკრატიის მექანიზმები და პირველ რიგში მათ აყენებენ ხოლმე დარტყმის წინაშე. ეს მარტო საქართველოს გამოცდილება არ არის, ბევრი ქვეყანა რომელმაც გაიარა ეს გზა ან ეხლა გადის ამ გზას, ზუსტად იგივე გამოცდილების წინაშე არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზოგადად ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი საკითხი არის. აქვე მივდივართ სწორედ გარემოსდამცველების დემონიზაციისკენ, რომელზეც ისაუბრებენ ჩვენი სპიკერები უფრო კონკრეტულადაც ვიცი, მაგრამ ის რომ რეჟიმები ცდილობენ, რომ გარემოსდაცველები წარმოადგინონ როგორც რაღაცა საშინელი არა ქვეყნის არამოყვარული ადამიანების ან ორგანიზაციების სახით, რომელმაც უნდა დაღუპონ ჩვენი ქვეყანა, ეგეც არ არის ახალი და მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში არ არის სხვაგანაც ვხედავთ ამას. ძალიან მნიშვნელოვანი უკუსვლა, რასაც ჩვენ ვხედავთ, შეეხება საზოგადოების მონაწილეობის გართულებაში, კანონშემოქმედების პროცესში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზოგადად. ეხლა მე არ ვიტყვი, რომ ეს საკითხი მანამდეც ისე კარგად ჰქონდა ქვეყანაში მოწესრიგებული, რომ ესე იგი გადასარევად სრულდებოდა, იყო ყოველთვის პრობლემები. ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ნაწილობრივ იყო მხოლოდ დაცული საქართველოს მოსახლეობისთვის, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ შედარება არ არის იმასთან შედარებით, რასაც ახლა ვუყურებთ ჩვენ. ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც ვხედავთ აქ, არის კანონშემოქმედებაში შეუძლებლობა ფაქტიურად მონაწილეობის. ბოლო კანონები და ცვლილებები გარემოსდაცვითი მიმართულების კანონებისა თითქმის ყველა მიღებული იქნა დაჩქარებული წესით, არ იყო გათვალისწინებული ისეთი მექანიზმები, როგორც არის საჯარო განხილვები, საკომიტეტო განხილვები და ფაქტურად ჩართული საზოგადოების თან კონსულტაციების გარეშე მოხდა ამ ცვლილებების მიღება. იგივე ითქმება, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ სფეროში განხორციელებულ ინსტიტუციონალურ რეფორმებზე, როგორ ხდება გადანაწილება ფუნქციებისა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ეს ყველაფერი მოხდა წინასწარი კონსულტაციების გარეშე. ჩართულმა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, არადა ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებზე არის აქ ლაპარაკი და არის ინსტიტუციონალური სტრუქტურის შეცვლაზე საუბარი, რასაც აუცილებლად ექნება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ჩვენს გარემოზე. ძლიერად. და კი ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მტკივნეული საკითხი, რომელიც მოგვიტანა უახლოესმა მოვლენებმა,
ამ კრიზისმა, ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხება, დამეთანხმება გარემოს დაცვაში მომუშავე თითქმის ყველა ადამიანი, რომ ასოცირების ხელშეკრულება და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა იყო უნიშნულოვანესი მამოძრავებელი ძალა ჩვენი კანონმდებლობის შეცვლისა. მე თვითონ 20 წელიწადზე მეტია სხვა არაფერი მკეთები არ ვმუშაობ სულ ქართული კანონმდებლობის მიახლოებაზე ევროპულ კანონმდებლობასთან, ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტებთან მიახლოებაზე და მუდმივად გქონდა ხოლმე საათქოს მაშინაც კი, როდესაც მთავრობა არ იყო ძალიან მოწარინებული, რომ ესეთი ცვლილებები შეეტანათ კანონმდებლობაში, ჩვენ ყოველთვის შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა, ვთქვათ, აქცენტი იმაზე, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არის მოთხოვნა. სხვანაირად ევროინტეგრაციას ვერ მივაღწევ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ეხლა ეს დეკლარირებულად გავჩერდით. გგონია რომ ესეც საფრთხის შემცველია ჩვენთვის თუ აპროქსიმაციის პროცესიც გაჩერდა ამასთან დაკავშირებით ჩვენს კანონმდებლობაში არ გვექნება ისეთი მნიშვნელოვანი სტანდარტები რაც ევროპულ კანონმდებლობაში არის ჩვენთან არ არის და უნდა იყოს თუ გვინდა რომ გქონდეს მართლაც დაცული უსაფრთხო გარემო და ზოგადად დემოკრატია გარემოსდაცვის სფეროში განსაკუთრებით მე ვთხოვ ახლა კეთის ან სალომეს არ ვიცი რომელსაც რაღაც არ ჩამოყალიბებულად რომ თავისი ნაწილთან დაკავშირებით ისაუბროს და შემდეგ უკვე გადავიდეთ დისკუსიაზე. რაღაცა მომენტში მინდა რომ აგრეთვე ჩამოვთვალოთ ის ქმედებები რაც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ და რაც ავსახეთ საჯარო განცხადებაში, რაც გონია რომ უნდა გაკეთდეს გადაუდებლად და სასწრაფოდ რომ გაჩერდეს ეს უკუსლა დემოკრატიული უკუსლა გარემოსდაცვის სექტორში. არ ვიცი რომელი დავწერეთ მე მაშინ ეკა. ესე იგი ეს ჩამოთვლილი საკითხებიდან რომელიც აი გამოტოვე ესე ვთქვათ პირველი ეს იყო მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხები გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხო? პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარი სურათად ჩამოყალიბდა უკვე რაღაც მრავალწლიან სურათად ჩამოყალიბდა პრობლემების მთელი ნაკრები ამ მიმართულებით. ესე იგი ეს არის ის რომ ვთქვათ როგორც ვიცით სასამართლოში დავის წარმოებამდე სავალდებულოა მაგალითად ადმინისტრაციული ესე იგი ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება თუ თქვა ჩვენ სადავოს ხვდით ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას ჯერ საწყისად უნდა ესე იგი დავა უნდა გავაგრძელოთ ადმინისტრაციულ ორგანოში და შემდგომ წავიდეთ სასამართლოში ხო ეს არის აუცილებელი საკანონმდებლო მოთხოვნა რომელიც პრაქტიკაში პრინციპში შეიქმნა უკვე ჩამოყალიბდა როგორც ბარიერი ესე იგი მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენს პრაქტიკაში რაც ქონია დავები ადმინისტრაციული ორგანოები საერთოდ არ შედიან აი ამ საკითხის არსში ანუ ფაქტიურად იგნორირებას უკეთებენ ესე იგი წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს და ძალზე იშვიათ შემთხვევებში ხდება ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და ამაში ფაქტიურად ჩვენ კარგავთ დროს. აი ჩვენი სტატისტიკა ხა შიდა ორგანიზაციული სტატისტიკა რაც გვაქვს ხოლმე, თქვა შეგვიძლია ვთქვათ რომ 85% ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრებისა უბრალოდ იგნორირებულია და ამ იგნორირებაში არის ესე იგი ყავს ჩემპიონი ეს არის საქართველოს მთავრობა რომელიც ანუ საერთოდ არც კი პასუხობს ამ ადმინისტრაციულ ესე იგი ადმინისტრაციულ საჩივრებზე რაც შეეხება სასამართლოში უკვე როდესაც დავები მიდის სასამართლოებში აქაც ვთქვათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც პირდაპირ აისახება ანუ გარემოს მდგომარეობაზე და დაზარალებული მოქალაქეების მდგომარეობაზე არის ის რომ არასდროს სასამართლო არ აკმაყოფილებს მოთხოვნას სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ არასდროს არ ყოფილა ასეთი შემთხვევა ანუ წარმოიდგინეთ სასამართლო დავა მიდის წლობით და ამ დროს ის სადავო აქტი არ ჩერდება
ესე იგი საქმიანობა, რომლითაც პროექტი, რომლითაც ზიანი ადგება ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს, ის გრძელდება და შეიძლება ვთქვა სასამართლო პროცესი დასრულდეს მაშინ, როდესაც მის სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთოდ აზრი აღარ აქვს უკვე, ხო? იმიტომ რომ ზიანი უკვე დადგა და ვთქვა მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელია, ხო? და აქ ბუნებრივად ვადგებით უკვე სასამართლო დავების წარმოების დროს. ისევ ჩვენი დაკვირვებით და დამავიწყდა რომ წარმედგინა თავი ეს მე 20 წელია თითქმის მუშაობ არასამთავრობო გარემოსდაცვით ორგანიზაციაში მწვანე ალტერნატივა და ანუ მანამდე მქონდა სახელმწიფო უწყებებში მუშაობის გამოცდილებაც ასევე და ანუ ჩემი ეს მოსაზრებები მართლა ემყარება გამოცდილებას და ვთქვათ ანალიზს და ასე შემდეგ, ხო? და ესე იგი დაუბრუნდები ამ სასამართლოს ვადებს ჩვენი გამოცდილებით აი საშუალოდ თითოეულ საქმეზე დავა წარმოებს 4-5 წლის განმავლობაში, რაც გარემოსთან დაკავშირებულ დავების შემთხვევაში არის წარმოუდგენელი. 4-5 წელი არის ძალზე ბევრი. ჩვენ აქაც მქონდა ესე ვთქვათ ლიდერი აი ესე დავებში, ეს არის 8 წლიანი დავა საყდრისთან დაკავშირებული, რომელიც მე მგონი ყველასთვის ცნობილია, ხომ? ეს საყდრისის ისტორიული საბადოს აფეთქებასთან დაკავშირებული დავა. აი ჩვენი დავა ამ შემთხვევაში მიმდინარეობდა ყველა ინსტანციის, ადმინისტრაციული საჩივრის და შემდეგ სასამართლოში ყველა ეტაპის გავლის შემდეგ ეს დავა გაგრძელდა 8 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც დავის საგანი უკვე აღარ არსებობდა. პირველივე თვეებში ფაქტიურად. ხო? ანუ ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ანუ არაფერი არ კეთდებოდა ამ პრობლემების გამოსასწორებლად, მაგრამ დღეს რასაც მივახციეთ აი ბოლო თვეებში, ეს არის საერთოდ ნონსენსი, ესე ვთქვათ, აი კონკრეტული მაგალითი მინდა მოვიყვანო, ეს არის დავა მოსახლეობის და მედია ორგანიზაციის და ჩვენი ორგანიზაციის, ანუ მოსახლეობა, მედია ორგანიზაციას არის მთის ამბები და არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა, ხო? ჩვენი ერთობლივი დავა საიმეში სამონადირეო მეურნეობაზე გაცემული ლიცენზიის ბათილად ცნობის შესახებ, სადაც ესე იგი სასამართლომ პირდაპირ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე დააკმაყოფილა მთავრობის და გარემოს ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ ვართ ლეგიტიმური, ანუ მარტო ჩვენ კი არა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია ორგანიზაცია, თვითონ დაზარალებული მოსახლეობა არ არის ლეგიტიმური მომჩივანი და საქმის წარმოება შეწყვიტა. ასეთი რამ, ანუ არ ყოფილა არასდროს. ესე იგი ჩვენ ვართ ორხუსის კონვენციის მხარე, ხო, ეს უკვე ახსენა ნეკამაც. ორხუსის კონვენცია პირდაპირ გვაძლევს ჩვენ ამის უფლებამოსილებას და პირდაპირ ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მათ შორის არიან არ აქვს მნიშვნელობა მათ უშუალოდ ადგებათ ზიანი თუ არა, ხო? ეს კონვენცია პირდაპირ გვანიჭებს ამის უფლებამოსილებას, რომ ჩვენ უნდა ჩავითვალოთ ლეგიტიმურ მომჩივნებად, ხო? და ეს იყო, ნუ აი არ ვიცი, ასეთი რამ არ მომხდარა ბოლო 20 წელი, მე მგონი, თუ რა ვიცი, რაც ორხუსის კონვენცია, ნუ აი ორხუსის კონვენციის მხარე როდესაც გავხდა საქართველო, მაშინ აი პირველ დავებში სადავოდ ხდიდნენ ხოლმე ამ საკითხს და ანუ მსჯელობა მიმდინარეობდა ამ საკითხზე და როგორც იქნა ყველამ გაიგო, რომ ეს არ უნდა იყოს დავის საგანი, ხო? და უნდა იყოს სარჩელები მიღებული და ეს იყო პირველი შემთხვევა ამდენი წლის შემდეგ, როდესაც სარჩელი არ იყო მიღებული. ანუ სარჩელის თავიდან დასაშვებად ცნო სასამართლომ სარჩელი და მერე უკვე ასე იგი პირველ განხილვაზე დააკმაყოფილდა მთავრობის შუამდგომლობა და გარემოს ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა, რომ ესე იგი არალეგიტიმურ მომჩივნებად ვიყავით ცნობილი და საქმე დაიხურა. ესე იგი ეს რაც ანუ ძალიან თვალნათელია და ასეთი უკუსლა უბრალოდ არ ვიცი, აი მართლა ბოლო რამდენი წლის განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში არ ქონია პრაქტიკაში. ხო? რაც შეეხება ეკას ნახსენებ, თქვათ უკვე მეკა შეეხო ერთგვარად უკვე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის პრობლემებს, აი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პრაქტიკულად არა მარტო ასე ბოლო 12 თუ 13 წლის განმავლობაში მანამდეც სულ ქონდა ადგილი აი ამ ესე იგი ორხუსის კონვენციით
აღიარებული უფლებების მუდმივ დარღვევას. ჩვენ ვიცით, რომ აი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრაქტიკულად ჩამოგვერთვა როგორც ზოგადად დაინტერესებულ საზოგადოებას, ისე ვთქვათ, გადაწყვეტილებების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას მონაწილეობის შესაძლებლობა, როდესაც საქმე ეხება გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე პროექტებს, ხომ? მაგრამ შემდეგ 2012 წელს ქართული ოცნება მოვიდა იმის დაპირებით, რომ ხელისუფლებაში მოვიდა იმის დაპირებით, რომ ის გამოასწორებდა ამ მდგომარეობას და საზოგადოებას ისევ მიეცემოდა შესაძლებლობა ასეთი სახის პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. მაგრამ ეს მდგომარეობა შეიცვალა მხოლოდ 2018 წელს. ხო, ანუ 2012-დან 2018 წლამდე ქართულმა ოცნებამ მშვენივრად ისარგებლა წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ესე ვთქვათ სურათით და მოწყობით და 2018 ანუ ამდენი წლის ბრძოლის შემდეგ, მხოლოდ 2018 წლის შემდეგ, 2018 წლის 1 იანვრიდან შევძელით რომ შეიცვალა ეს სიტუაცია და ესეც უნდა ვთქვა, რომ დიდწილად ასევე ამაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ის, რომ მომდგარი იყო უკვე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულების ვადა და ამ თვალსაზრისით თქვათ ეს ვალდებულების შესრულების ვადის წამოწევა, ესე ვთქვათ, დაგვეხმარა, რომ ეს სიტუაცია შეიცვალა. თუ არა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა. 2018 წლის 1 იანვრიდან სიტუაცია შეიცვალა მნიშვნელოვნად, ანუ საზოგადოებას კანონით მიეცა შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თან სხვადასხვა რამდენიმე ეტაპზე, მაგრამ პრაქტიკაში გვაქვს სერიოზული პრობლემები, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელზეც არაერთხელ მივმართეთ პარლამენტს, ესე იგი შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსაც, მაგრამ სამწუხაროდ აი ძალზე მცირედი ცვლილებები იქნა შეტანილი ამ მოწყობაში. აი ბოლო თვეებში რაც ხდებოდა, ამაზე მინდა ასევე გავამახვილო ყურადღება, რაც ესე იგი შემიძლია ვთქვა, რომ უკუსლა იყო ამ თვალსაზრისით, არის ის, რომ აი ახლა მაის-ივნისის განმავლობაში ამ აქტში, რომელიც არეგულირებს საზოგადოების მონაწილეობას გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეტანილი იქნა სრულიად ესე ვთქვათ, ანუ ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელმაც მაგალითად შეცვალა საქმიანობების პროექტების ჩამონათვალი, რომელსაც ასეთი წესები ეხება, შეცვალა თვითონ გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე შეცვალა ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც 23 წელს, აი მაგალითად 2023 წელს საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის ფუნქციები ერთი სიპიდან მეორე სიპს გადაეცა, ესე იგი გარემოს ეროვნული სააგენტოდან გადაეცა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს. ეს მოხდა 23-ში. ოღონდ ისე რომ არავისთვის აზრი არ უკითხავთ. საერთოდ, ანუ არც კი დაინტერესებულან მაგალითად არ უკითხავთ იმ ორგანიზაციების აზრი, რომელიც სულ მონაწილეობენ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ხო? აი ასე უბრალოდ მოეპრიანათ და გადაიტანეს, ესე იგი, ცენტრი გარემოს ეროვნული სააგენტოდან ეს ფუნქციები მისცეს ცენტრს. და აი ახლა მაისში ისევ დაუბრუნეს უკან. უბრალოდ ივნისში უკვე ახლა ხანს იყო მიღებული ეს ცვლილებები, ივნისში ისევ დაუბრუნეს სააგენტოს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე და ისევ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე, ხო? ასევე ვთქვათ, აი ძალზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილება მოხდა მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსთან დაკავშირებით. ანუ ეს არის უწყება, რომელიც უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით. ეს სააგენტო ბოლო 15 თუ 20 წლის განმავლობაში 5 ჯერ გადავიდა ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში და აი ახლაც ისევ დაუსაბუთებლად, ისევ გადატანილი იყო, ესე იგი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ანუ ეს ცვლილებები არასდროს არ არის
განსჯის საგანი და აქაც ისევ ამბობ ირღვევა ორხუსის კონვენცია, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო უწყებებს, რომ თუნდაც სანამ ესე იგი საკანონმდებლო ინიციატივები თუ კანონქვემდებარე აქტები იქნება მიღებული, ხომ აუცილებელია, რომ კონსულტაციები იყოს გავლილი დაინტერესებულ საზოგადოებასთან და მოხდეს მათი საჯარო განხილვა. არასდროს არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ეს ესე იგი ასე არ მოხდა და როდესაც უკვე შედის პარლამენტში ესა თუ საკანონმდებლო აქტი ან ცვლილება რომელიმე აქტში, მხოლოდ როდესაც პარლამენტში შემდეგ მას შემდეგ ვიგებთ ჩვენ, რომ თურმე აი ესეთი რაღაც ყოფილა ინიცირებული, ოღონდ ესეც მინდა იცოდეთ, რომ არასდროს თქვათ პარლამენტი არ გვატყობინებს ჩვენ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ აი ესეთი და ასეთი ცვლილებები იგეგმება, ჩვენ თვითონ უბრალოდ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული და პარლამენტის ვებგვერდი უნდა ვათვალიეროთ ყოველ დღე, რომ გავიგოთ, რომ თუ გვინდა რომ გავიგოთ, რომ თურმე რაღაც ცვლილებები და რაღაც საკანონმდებლო აქტები იხილება, ან რაღაც კომიტეტის ხდომა, რომელზეც შეიძლება რომ ვითხოვოთ დასწრება და ესე იგი იქ ჩვენი აზრის გამოთქმა, ხო? ეს სიტუაცია იმ ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო და უფრო გაუარესდა და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ თქვენს გამოცდილებასაც გაგვიზიარებთ აი აქ მონაწილეები. მადლობა, ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა. კეთი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი კონკრეტული მაგალითების დაგვენახა, რაც თქვენ ორგანიზაციამ გადაიტანა, თქვენ თვითონ ხედავთ იქიდან გამომდინარე, რომ რასაც საქმიანობდით, რამდენად უფრო გიჭირთ ამის გაკეთება. 1-2 სიტყვითაც რო გითხრა იმ საკითხებზე, ზოგადად კი ვთქვით ჩვენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის სექტორში როგორი წნეხის ქვეშ არიან ზოგადად ქვეყანაში, მაგრამ ახლა უკვე როცა პირდაპირ გვიძახიან უცხო ქვეყნის აგენტებს, რა ვიცი, რაღაცა ქვეყნის მტრეებს და ასე შემდეგ, კიდევ უფრო რთულია და რა მინდა თქვა, ეხლა ალბათ ჩვენს გამოცდილებას გვეტყვი პირდაპირ, ვიცი როგორი მძიმე იყო თქვენთვის თუნდაც რუსული კანონის მიღების პერიოდში ეს და ყველაფერი. უბრალოდ მე მინდა ამას შევხედო ჩვეულებრივი ადამიანის თვალით, რომლისთვისაც არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობა ქვეყანაში არის რაღაცნაირი ბერკეტი, რომ ჩემი უფლება ცხოვრობდე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არის დაცული. თუ ამას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, მე მაქვს სხვა ბერკეტიც. მე შემიძლია მიმართო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გარემოს დაცვით ორგანიზაციებს, რომლებსაც შესაბამისი სპეციალისტები ყავთ, რომლებიც დამეხმარებიან და ეს გავაკეთო. ეს სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება დღეს საქართველოს მოქალაქისთვის და კიდევ თუ შეიძლება რომ 1-2 სიტყვით თქვა იმ კონტექსტში, რომ აი ადგილებზე არსებული საპროტესტო აქციები, ესე ვთქვათ, სახალხო მოძრაობები, რომლებსაც ვხედავთ სულ უფრო და უფრო ბევრი, ერთი ახლა ახსენე, ხო, სამონადირო მეურნეობასთან დაკავშირებული кейსი და ბევრი სხვა ბალდა, რა ვიცი, кейსები გვაქვს ბევრი. იქ როგორი მნიშვნელოვანი არის, რომ გარემოს დაცვითი ნაწილი იყოს გათვალისწინებული და არსებობდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ადგილზე ადამიანებს. კი, მადლობა ამ შეხსენებისთვის. ესე იგი, რა ვიცი, გარემოს დამცველები და გარემოს დაცვითი ორგანიზაციები ძალზე ხშირად ვართ. მსოფლიოში და საქართველოს არ არის გამონაკლისი, ასე იგი სამიზნე, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ეს იქნება, ვთქვათ, ამა თუ იმ სფეროში გატარებული პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას, ვთქვათ, გარემოს მდგომარეობაზე და ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის კონკრეტული პროექტები, ხო, ხა ყველაზე ახლოს რაც მახსენდება და რასაც ასევე ხშირად ახსენებენ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები, ეს არის ნამახვანხეთის
კრიტიკა და წინააღმდეგობა, რომელიც ადგილზე არსებობდა, აქ ესე იგი დასაწყისიდანვე ხდებოდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომელსაც ჰქონდათ რაღაც კრიტიკული პოზიცია ამ პროექტთან დაკავშირებით, მათი დელეგიტიმიზაცია, მათ მიმართ რაღაც იარლიყების მიწებება, კანონია სულ არ იყო საჭირო, ესე ვთქვათ, ეს რუსული კანონი თუ მე ფარა თუ რაღაცები ხო, რაც შემდგომ იყო მიღებული, იმისათვის რომ ჩვენთვის მოეწებებინათ აგენტის თუ რაღაცა ესე იგი ქვეყნის მტრის თუ განვითარების მოწინააღმდეგეს იარლიყები, ხო? უშუალოდ უკვე როდესაც 2024 და 2024 წელს უფრო ადრეც მანამდე როდესაც უკვე დაიწყო ამ რუსულ კანონზე მსჯელობა და მაშინ პირდაპირ მაგალითებად მოყავდათ ჩვენი ორგანიზაცია და ესე იგი უფლებადამცველი ორგანიზაციები, ვთქვათ, საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი, როგორც ესე ვთქვათ, ანუ ორგანიზაციები, რომელთა ფინანსები თითქოს არის გაუმჭვირვალე და ხო გვაინტერესებს ვინ არის მათ უკან. ან ნამახვანში ვთქვათ რიონის მცველების ესე იგი რიონის მცველთა ის რაღაც არაფორმალური ესე ვთქვათ ჯგუფის ხალხის ხო რომელიც ერთი წლის განმავლობაში იდგა და იცავდა თავისუფლებებს ხო აი ეს იყო მოყვანილი მაგალითება თითქოს იმისა რომ აი უნდა ვიცოდეთ ვინ დგას ამ ორგანიზაციების უკან და ეს სხვათა შორის ვინ დგას ამ ორგანიზაციების უკან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ესე იგი იმის დამიხედვით ვინ სჭირდებათ რომ დაასახელონ ხო სხვადასხვა ჯგუფი დგას ხოლმე ესე იგი მთავრობის აზრით ხან რუსები ხან ამერიკელები ხან ნიგერიელები ხან სომხები ხან არ ვიცი რაღაცა მოზამბიკელები და ასე შემდეგ ხო ესე იგი მტრის ხალხს deep state და პლატფორმის პარტია და გავგებრობა ესე იგი ძალიან იოლია ენა ზვალი არ აქვს მართლა და ესე იგი აი დემონიზება და რაღაცა გარიყული ჯგუფების შექმნა რომელსაც დააყრი ყველაფერს ყველა პრობლემას ეს ძალიან იოლია ხო და ესე იგი ეს ტაქტიკა ყოველთვის იყო გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ და ყველა კრიტიკული ანუ კრიტიკოსის წინააღმდეგ ხო ეს სწორედ ამიტომაც არის არაერთი საერთაშორისო მექანიზმი შექმნილი იმისათვის რომ გარემოს დამცველები ხო მიწის და გარემოს დამცველები იყვნენ დაცულები სხვადასხვა ქვეყანაში და ესეთი საერთაშორისო მექანიზმები გამოიყენება ესე ვთქვათ სხვა ქვეყანაში გარემოს დამცველების მიერ, როდესაც მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება და მათი საქმიანობა საფრთხის ქვეშ დგება. ნუ აი გავიხსენებ მაგალითად ასევე რომ შარშან ჩვენი ოფისი ორჯერ იყო ვანდალიზმის მსხვერპლი ესე ვთქვათ, ორჯერ გადაგვღებეს და დაგვიწერეს რაღაცა საშინელი სიტყვები, ხო, რომელზეც პოლიციას არანაირი რეაგირება არ ქონია, არაფერი არ გამოუძიებია. მადლობა ქეთი, აი მეც პირველი წარმოიდგა ის ფოტოსურათი, სადაც თქვენი ოფისი არის ასე წითელი საღებავებით შეღებილი და აგენტები აწერია და რაღაცა საშინელი. მოკეთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო და უფრო რთულია რომ შეასრულო შენი მოვალეობა და დაეხმარო ადამიანებს და დაუცველი რჩება სწორედ ის ადამიანი, ვინც ვეღარ მიიღებს ასეთ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. სალომეს მინდა ვთხოვო რომ სალომე დვალი მინდა ვკითხო რომ გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება საჯარო სექტორში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე როგორც აი შობეთ რიგითი მოქალაქისთვის მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მქონდეს ნდობა და მჯეროდეს, რომ საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანი იქ მუშაობს იმიტომ, რომ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, შესაბამისი გამოცდილება და არა იმიტომ, რომ კონკრეტული პარტია მოწონს ან არ მოწონს და არა იმიტომ, რომ არის თუ არა, ვთქვათ, პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან. მგონია, რომ ეს არის დამანგრეველი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, როდესაც პოლიტიკურად პოლიტიზება ხდება საჯარო ინსტიტუტების და იქ სხვა საფრთხეებიც არის, ალბათ სალომე ისაუბრებს ამაზე, თუ შეიძლება სალომე. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა შესაძლებლობისთვის. მე სულ რამდენიმე კვირა რაც შემოვერთდი ასამბლეას და მიხარია რომ ამ ჯგუფის წევრებთან ერთად მომიწია თუნდაც განცხადებაზე მუშაობა. ჩემი პრინციპში ძირითადი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება საჯარო სექტორს და ამ პროცესში აქ მყოფი ადამიანების დიდი დამსახურებაც არის, იმიტომ რომ უმეტესობა ჩემი ლექტორი იყო, მათ შორის ქეთიც, უნდა აღნიშნო.
და მე ცოტა სხვა მხრივ მინდა ეხლა წავიყვანო ეს საუბარი არა მხოლოდ რაღაც ჩემს პირად გამოცდილებაზე, იმიტომ რომ ჩემს შემთხვევაში მე ჩემი ნებით დავტოვე ეს თანამდებობა და უფრო მინდა გავამახვილო ყურადღება სულაც რომ ეს რეპრესიები არ ყოფილიყო ეხლა და არ შესულიყო იგივე ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ეს პროცესები მაინც აისახებოდა საჯარო სამსახურის მუშაობას. იგივე ვთქვათ მედიის თავისუფლება, სამოქალაქო სექტორი. თქვენ გახსოვთ რომ აგენტების კანონიზე, როდესაც დაინიცირდა, მაშინ საჯარო მოსამსახურეთა დიდმა ნაწილმა გადაინაცვლა ქუჩაში. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის მათთვის თვალსაჩინო, რომ იგივე მედია, როდესაც თვალსადევნებს და როდესაც საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები არის ღია, ეს ერთგვარად იცავს საჯარო მოხელესაც, იმიტომ რომ ის ამას იყენებს ერთგვარ ბერკეტადაც, როდესაც საჭიროა, ასევე ამასთანავე ის განცდას უმაღლებს, რომ ის არა იგივე ვთქვათ პოლიტიკური პარტიის ან ხელმძღვანელის წინაშე ავალდებული, არამედ მას თვალს ადევნებს საზოგადოების დიდი ნაწილი და ის მისი მთავარი ფუნქცია, რაც არის ემსახუროს საჯარო ინტერესს, მოკლედ ეს ამ განცდას უმაღლებს და გასდევს მოკლედ მთელ საქმიანობას. შესაბამისად, რომ რეპრესიებით და პროევროპული საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული ქმედებებით რომ არა, ეს ყველაფერი მაინც აისახებოდა და აისახება და ისახება კიდეც. გარდა მაგისა, გავიხსენებ ერთი ფილმი არის ძველი 1929 წლის კოტე მიქაბერიძის ჩემი ბებია, რომლის მოკლე შინაარსს მინდა რომ გითხრათ, იმიტომ რომ დღეს რაც ხდება, ძალიან მოგვაგონებს. აქ არის საუბარი მოხელეზე, რომელიც უგულისხმოდ არის განწყობილი, არ მუშაობს და შემდგომში გაზეთში ამხელენ და გაათავისუფლებენ სამსახურიდან. შემდგომ ცდილობს მოიძიოს მფარველი, ის ადამიანი, რომელიც პროტექციას გაუწევს და ირონიით გაჯერებული აჩვენებს მთელი საბჭოთა ბიუროკრატიის რაღაც აბსურდულობას, იმიტომ რომ ჩანს, რომ მთელი სისტემა არ მუშაობს, უბრალოდ მოჩვენებითად ფორმალურად იწყებენ მოძრაობას და ფურცლებით სირბილს, როცა იცვლება და ახალი ხელმძღვანელი ინიშნება. აქ ჩანს არამხოლოდ ეს თუ ეს პროტექციონიზმი როგორ ღუპავს სისტემას, არამედ შინაარსისგან, როდესაც არის დაცლილი, როგორ აისახება ეს მთლიანად სისტემაზე. და მთავარი შინაარსი თქვენს აღნიშნეთ, ეს იყო ევროინტეგრაციის პროცესი, არამხოლოდ სამოქალაქო სექტორისთვის, არამედ მთლიან საჯარო სექტორისთვის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მინისტრები, მოადგილეები, რა თქმა უნდა, არიან რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღები პირები, მაგრამ ამ ევროინტეგრაციის პროცესში წამყვანი პირები არიან სწორედ საჯარო მოხელეები. ისინი წერენ პოლიტიკის დოკუმენტებს, ისინი წერენ ანგარიშებს, ისინი არიან პირადად პასუხისმგებელი სხვადასხვა სექტორული მიმართულების წარმატებაზე, იგივე თქვათ კანონმდებლობის სრულყოფილად გადმოტანაზე, შემდგომ იმპლემენტაციაზე. შესაბამისად, ეს საჯარო სამსახურის კანონში განხორციელებული ცვლილებები ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ რაღაც დასჯის მექანიზმი, რომელმაც ხმა აიმაღლეს, იმიტომ რომ ეს რაოდენობა არ იყო თქვენ იცით რაღაცა ისეთი და შეიძლებოდა რაღაცა ინდივიდუალური დასჯის მექანიზმების გამოყენება. ეს ერთგვარად იყო შემდგომში პრევენციული მექანიზმი და ასევე მთლიანად სისტემის დამორჩილების გზა. და ეხლა გეტყვით რატომ? ცოტა ისეთი, საჯარო მოხელე ისედაც აღიქმება ხოლმე, რომ ისედაც ემსახურება, რა თქმა უნდა, მინისტრს მოადგილეს ხელმძღვანელ პირს, მაგრამ ეს ასე სინამდვილეში არც ასე არ არის, იმიტომ რომ აქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა წლობით 20 წელია, 19 წელია, 15 წელია მუშაობს ამ თანამდებობაზე და გამოცვლილი ყავს ძალიან ბევრი ეს ხელმძღვანელი პირი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის მის წინაშე არის ვალდებული, ასრულებს დავალებებს, თუმცა დასახული აქვს თავის ძირითადი მიზანი, რასაც მიყვება და ეს მიზანი არის, როგორც აღინიშნა, ევროინტეგრაცია და ხედავს თავის თავს ამ როლში. და მთავარი რაც ისედაც განსაზღვრული იყო, ეს იყო საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა, ხო? ამ შესული ცვლილებებით ფაქტობრივად მთელ საშუალო რგოლს გამოაცალეს ეს ფუნქცია. აქამდე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იყო მრჩეველი და თანაშემწე, იმიტომ რომ აქვს პერსონალური ინფორმაციასთან წვდომა, უნდა იყოს რაღაცა ნდობით აღჭურვილი პირი, გასაგებია. ასევე მრჩეველიც შეიძლება რაღაცა მინისტრს კონკრეტული მიმართულებით სჭირდებოდეს რაღაცა რჩევა და ასე შემდეგ. ეხლა ეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი გახდა ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მოადგილე. ისინი დაემორჩილნენ
და გახდნენ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური თანამდებობის პირზე დამოკიდებული ადამიანები. ან ეს გრძელვადიანი რაღაცა გარანტიის და ანუ განცდა მათ წაერთვათ, ანუ რეალურად კანონმა პირდაპირ დაადგინა, რომ როდესაც იცვლება თქვათ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის ავტომატურად თავისუფლდება და უკვე ახლის ნებაზეა დამოკიდებული ის დარჩება თუ არ დარჩება. ეს რა თქმა უნდა პროფესიული განვითარების რაღაცა ხედვის შესაძლებლობასაც უკრობს მოხელეს და ასევე ინიციატივის სურვილიც აღარ აქვს, იმიტომ რომ პერსონალურად ის უკვე ცდილობს, რომ თქვათ თუნდაც ანუ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ რაღაც საქმიანობასთან დაკავშირებით აღარ შევიდეს კონფრონტაციაში, იმიტომ რომ იცის, რომ ეს კონფრონტაცია შეიძლება მის გათავისუფლების მიზეზი გახდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს, იმიტომ რომ გაიზრდება იგივე შეცდომების დაშორების ალბათობა, თქვათ, მანამდე თუ იცოდა, რომ თუ რაღაცა კრიტიკულ მოსაზრებას დაფიქსირებდა, ესე მარტივად მისი გათავისუფლება ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი. ეხლა უკვე იცის, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ეს ხელშეკრულება შეუწყდეს. თან რა მოხდა რეალურად ეს ხელშეკრულებები გაფორმდა არა ვთქვათ უფლებამოსილი პირის იქ ყოფნის პერიოდით, არამედ უფრო შემცირდა ვადები. გახდა სამთვიანი, ხან ერთთვიანი, ჩემ დროს იყო სამთვიანი. ესეც ერთგვარი რაღაცა ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმია, ხო? შენ იცი, რომ დროებით ხარ, თან წარმოიდგინეთ ეს ამდენი წელი ადამიანი მუშაობს, ეხლა მეც დავიწყე სტაჟირებიდან და 4 ღია კონკურსი გავიარე. ეხლა იქ მყოფი ადამიანები 15 წელი, 20 წელი მოდიან და უცბად ხდებიან ესე ერთჯერადი ხელშეკრულების ეს რაღაცა შეურაცხყოფაც არის და დარწმუნებული ვარ იყო და არის, მაგრამ თან ეს არის რაღაცა თითის დაქნევის რაღაცა მცდელობა თუ რაღაც მცდელობა პრინციპში. შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ არავითარ შემთხვევაში ეს არ იმოქმედებს დადებითად და ეს მექანიზმები აუცილებლად არა მხოლოდ უკან უნდა დაბრუნდეს, არამედ უფრო უნდა გაძლიერდეს, რომ შემდგომში დავაზღვიოთ ეს რისკები. ეხლა რა მინდოდა კიდევ მე თქვა, კონკურსზე რო აღვნიშნე. აი კონკურსის წესიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენთან როდესაც სტარტდებოდა კონკურსი, ყოველთვის იღებდა მონაწილეობას არა მხოლოდ შიგნით მყოფი თანამდებობის პირები იგივე HR-ი, ასევე მოწვეული სპეციალისტი. და ანუ ეს შენი გადანიშვნაც აღქმული იყო არა რაღაც პერსონის მიმართ მადლიერების განცდა კი არ გაგაჩნდა, არამედ მიიღე მონაწილეობა კონკურსში და გადაინიშნე. ესეც რომ თუნდაც ვიღაცა მოდის თქვა გთავაზობს თანამდებობას და გნიშნავს, ანუ გიქმნის რაღაცა მადლიერების განცდას და შესაბამისად მუდმივად უნდა იყო რაღაცა მის მიმართ მოკეთ კეთილგანწყობა უნდა შეინარჩუნა. ამიტომ ესეც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რაც მოხდა. პრინციპში, ეხლა კიდე ქეთიმ რაც აღნიშნა კიდევ ეს პრობლემებიც, იმიტომ რომ პრობლემებიც რეალურად პირველ რიგში, ანუ რაც ასოცირება მოიტანა არის არა მხოლოდ ეს ახალი კანონმდებლობა, რომელმაც რაღაცა ღიაობის მექანიზმები შემოიტანა, არამედ ამ კანონმდებლობამ თავისთავად შეცვალა მოხელის დამოკიდებულება საქმისად და იგივე საზოგადოების მიმართაც და უფრო მეტად, როდესაც ღია კრიტიკას ისმენ, შენც ხდები თვითკრიტიკული და რაღაცას სხვანაირად უყურებ პროცესებს იგივე სტრატეგიულ დოკუმენტებში შეიძლება არა მხოლოდ რაღაცა მიღწეული პროგრესი დააფიქსირო, არამედ ის პრობლემები, რაც იყო და არის და ანუ ამ თუ პრობლემები ვერ ხედავ, შესაბამისად ვერც წინ ვერ წახვალ, ხო? და ეს შესაძლებლობებიც რა თქმა უნდა ქრება. და ქეთიმ რაც აღნიშნა, იგივე თქვაც მართლმსაჯულებაზე, ხელმისაწვდომობაზე. ანუ აქაც არის უკვე პასუხისგებლობის ნაწილი. თუ ეხლა ჩვენ უკვე ვიღებთ ისეთ ადმინისტრაციულ ორგანოებს, სადაც ძალიან პოლიტიზირება მოხდა, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობაც ქრება და უარესობისკენ წავალთ. და აი ევროინტეგრაციის პროცესშიც ეს საკითხი, აი სასამართლოსთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი წამყვანი და შემდგომ ეტაპებზე თუ გადავიდოდით, ამაზე აუცილებლად ყურადღება გამახვილდებოდა, იმიტომ რომ მაგალითად სანამ ევროინტეგრაციის კანდიდატის სტატუსის კითხვას მივიღებდით, ჩვენც გავეცანით სხვა ერთ-ერთი ქვეყნის კითხვას და იქ იყო ზუსტად ეს კითხვები. თქვათ სასამართლოს მიმდინარეობის ვადები და შემდგომ ორგანოში გასაჩივრება. ჩვენთან უბრალოდ ეხლა რაღაც მარტივად მოგვიდგნა და ეს საკითხი არ არის და ხა მაგალითად იმას არნიშნავს, რომ როდესაც უკვე გადავიდოდით მოლაპარაკების ეტაპზე, არ დადგებოდა და ამ კუთხით არ მოუწევდა ქვეყანას მუშაობა. მოკეთ ეს ძირითადად ეს საკითხები, რაზეც მინდოდა ამჩერად
გამახვილებინა ყურადღება და ჩემს მოკეთ პირად გამოცდილებას რაც შეეხება და იქ დარჩენილ საჯარო მოხელეებს, ანუ არ მინდა ხა ისე გამოჩნდეს, რომ ვინც იქ დარჩა, არაკეთილ სინდისერია პირიქით. როდესაც მე მოვდიოდი, ჩემ თანამშრომლებს ვუთხარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ეფიქრათ წამოსვლაზე, იმიტომ რომ ვინც წამოვიდა, იმათ დაბრუნებაც უკვე ძალიან საეჭვო სიმართლე გითხრათ. და ის ვინც არის რეალურად ის აუცილებლად უნდა დარჩეს, გაგრძელოს თავის საქმე კეთილსინდისიერად და მიუხედავად იმისა, რომ დიდი რისკია, რომ ყველაფერი წავიდეს უარესობისკენ, თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ეს ადამიანები რაღაც მხრივ თავის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე და ეს არ არის მარტივი პროცესი, ამას აფერხებენ და აჩერებენ. თუ ეს სისტემა აბსოლუტურად დაიცალა იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს ეს წინარე გამოცდილება, ჩათვალეთ, რომ უკეთ შეუქცევადი პროცესი წავა. მადლობა. სალომე, ძალიან დიდი მადლობა. მართლა მნიშვნელოვანია, როცა უშუალოდ იმ ადამიანისგან მოისმენ ამას, რომელმაც გამოცადა ეს ყველაფერი და რომ ალბათ შენ ყველაზე მეტად ხედავ იმ საფრთხეებს და რისკებს, რაც გვემუქრება თუ გაგრძელდა ასეთი დამოკიდებულება საჯარო მოხელეებისადმი. რისი პრინციპში მაგალითები გვაქვს უკვე და ალბათ კიდევ უფრო მეტად გვექნება. აქ მე ჩემი მხრიდან, რომელსაც საჯარო სექტორში არ მიმუშავია, მაგრამ ძალიან ხშირად მუშაობდი სხვადასხვა ტექნიკური დახმარების პროექტებში, სადაც, ასე ვთქვათ, დონორის დახმარებით დაწყვილებულად მიწევდა მუშაობა საჯარო მოხელესთან ერთად, რომელიმე კანონის შემუშავებისთვის, ან ვთქვათ, ტექნიკურ რეგლამენტზე სამუშაოთ, ან კანონქვემდებარე სხვაზე არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ყოველთვის, რომ მქონოდა რწმენა იმისა, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილად რამდენადაც შესაძლებელი იმდენად თავისი სფეროს სპეციალისტი და რომელიც გადაწყვეტილებას, რასაც იღებს, თქვა ჩემთან ერთად რაზეც მუშაობთ, ის იმის უკან დგას, მხოლოდ მისი როგორც მოხელის მიუკერძოებელი აზრი დაფუძნებული მის კვალიფიკაციაზე და არა ვიღაცის შეკვეთა, ან ეს შეიძლება არც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე გაქვს ეჭვები, რომ შეიძლება ის ასრულებს ვიღაცის დაკვეთას, შეიძლება რომელიღაცა კორუმპირებული რაღაცა რგოლია მის უკან და ასეთი რომც არ შეესაბამებოდეს სიმართლეს, ასეთი ეჭვი ლეგიტიმური არის, როდესაც საჯარო მოხელე არ არის დაცული, როდესაც პოლიტიზირებული არის სახელმწიფოს ინსტიტუციები და შესაბამისად, როდესაც ვიცით, რა უნდა გაიაროს საჯარო მოხელემ, რომ შეინარჩუნოს თავისი თანამდებობა და ეს არის, მე მგონი, ძალიან მძიმე. კიდე ჩვენ სექტორში ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, იმიტომ რომ მაგალითად იყო შემთხვევა, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გათავისუფლდა და დაწერა კიდეც მან ღია და დავასახელებ სახელმწიფოსაც პრინციპში ნოე მეგრელიშვილი, რომელიცაც აქვს ტექნიკური ცოდნა, ისეთი, რომელიც არ აქვს სხვას, ან მისი ჩანაცვლება ფაქტობრივად ამ ეტაპზე ცოტა შეუძლებლობაზეც მიმაჩნია, იმიტომ რომ ისედაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობა გქონდა, არა მხოლოდ კვალიფიციური, ზოგადად კონკურსები უამრავი ჩაშლილა და ჩაიშლება და ზოგადად მოზიდვა ძალიან ჭირს, თუნდაც იმ ადამიანისთვის გამოცდილება არ აქვს, იმიტომ რომ არ არის ეს დამოკიდებულება საჯარო სექტორის მიმართ. ეხლა ეს პროცესი ეს გაუარესებს ამას და თუ სხვა შემთხვევაში ახლა მაგალითად ჩემი ჩანაცვლება არის მარტივი, იმიტომ რომ ეს რაღაც ტექნიკური ცოდნა არ გამოჩნია, ნოეს მსგავსი ადამიანების არის, არ ვიცი, წარმოუდგენელი და უფრო მტკივნეული სისტემისთვის, იმიტომ რომ მე რაც მქონდა ახლა გამოცდილება სხვა მივა დააგროვებს და რაღაცა შეიძლება სხვა მიდგომები ქონდეს, მაგრამ რაღაცა ესეთი ტიპის პოზიციებზე შეიძლება კიდე რაღაცა იყოს, მაგრამ ნუ ეს მსგავსი და სხვა იმ ადამიანების მსგავსი, რომელიც ძალიან ბევრია, იმიტომ რომ სექტორული მიმართულებებია, რაც მოითხოვს არა მხოლოდ კანონმდებლობის ცოდნას, თან ესეც არის, რომ ამ ადამიანებმა იციან არა მხოლოდ კანონმდებლობა ეროვნული, არამედ ის დირექტივები, მოთხოვნები აქვთ შეხება თავის ევროპელ კოლეგებთან და ამ ადამიანებს გარეშე შემდგომში უკვე საომავლო ევროინტეგრაციის პროცესი ვერ შედგება. თუ ამათმა დატოვეს საქართველო ან საჯარო სექტორში აღარ განიზრახს მუშაობა, ეს არა მხოლოდ საჯარო სექტორს დასუსტებს, არამედ ქვეყნისთვის იქნება ეს წარმოუდგენელი დაბრკოლება. ზუსტად და კიდევ აი ორი ძალიან მოკლე და მე გავხსნა დისკუსია სხვა საკითხებზეც. ორი რაღაც არ ჩვენ შევეხეთ, ესე იგი, გარემოზე ინფორმაციაზე წვდომას
საკითხებს და როგორ კავშირში ვხედავ მე ამ ინფორმაციის სანდოობასა და ხარისხის და საჯარო სექტორში მომსახურე ადამიანების. ანუ როდესაც ვიცით, რომ საჯარო სექტორში როდესაც შეკითხვა არ დგება, არის თუ არა კომპეტენტური საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანი, ინფორმაციაც, რომელიც პირველ რიგში მის მიერ არის შექმნილი და სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ არის შექმნილი, ტოვებს ნებისმიერ მოქალაქეზე სანდოობის განცდას და შენც მშვიდად ხარ, იმიტომ რომ ეს არის ინფორმაცია, რომელიც ეხება შენს პირად სივრცეს და გარემოს, რაც არის დაცული კონსტიტუციური უფლებაა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე, რაც ბოლოს ახსენეთ, საქართველოს იმიჯი გარეთ საერთაშორისო ქვეყნებში, რადგან უმეტეს შემთხვევაში სწორედ საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ფორუმებში, კონვენციებში და ასე შემდეგ, ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. კარგით, ახლა მე შევხედავ თუ არის სურვილი ამისა, ძალიან დიდი ინტერესით მოვისმენდი. დამსწრე, ხა ვინც აქ მონაწილეობს ჩვენს დისკუსიაში, მათ საბეჭდილებას და მათ გამოცდილებას, რომელიმე ამ ფაქტორთან დაკავშირებით, რასაც შევეხეთ, ხო, რამდენიმე საკითხი იყო, თითოეულთან დაკავშირებით, თუ გაქვთ რამე გამოცდილება, რომელიც გაზიარებაც გნებავთ, ან თუ შეგიძლიათ, რომ თქვათ, იდენტიფიცირება გააკეთოთ იმ საფრთხისა, რასაც შეიძლება მოველოდეთ, სიამოვნებით მოგისმენთ ხელისაწევით, რომ გვაჩვენოთ, რომ გინდათ საუბარი. სადღაც 25 წუთი გვაქვს კიდევ დისკუსიისთვის. კი, ჩვენ გვაქვს რაღაც საკითხები, რაც გამოგვრჩა, მაგრამ თუ უბრალოდ მინდა რომ სხვასაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ ისაუბროს. თუ არ არის არავინ სურველი რომ დისკუსიაში ჩაერთოს, გამოვიყენოთ ეს. მაშინ რაღაც კიდე ერთ საკითხს ვახსენებ, ბოლო ხანებში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება, ისე იყო შეტანილი პარლამენტის რეგლამენტში, მაგალითად, პარლამენტის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მექანიზმებში იყო გარკვეული ცვლილებები შეტანილი და გაუქმდა, როგორც ვიცით, თემატური მოსმენები, ხო, როგორც ესე იგი ზედამხედველობის პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რაც პრინციპში გარემოს დაცვის სფეროში მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ ამ სფეროში თუ ნახავთ თქვენ პარლამენტის ბაზას, ხო, მონაცემთა ბაზას, სადაც თავმოყრილია ეს ესე იგი ინფორმაცია ამ დრომდე ჩატარებული თემატური გამოკვლევებისა, ხო? დიდი ნაწილი ეხება სწორედ გარემოს საკითხებს და მაშინ, როდესაც ესე იგი პარლამენტის ფუნქციონირებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე არსებობდა რაღაცები, რომელიც პრაქტიკაში ვერ სრულდებოდა კარგად, ხო? აი ეს თემატური მოსმენები იყო იმის თემატური გამოკვლევები იყო იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც თანამშრომლობაში შევსულიყავით პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და ასევე შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ამა თუ იმ სპეციფიურ სფეროზე, რომელიც გარემოს საკითხებს ეხებოდა, ხო? იგივე მაგალითად აი რაც ახსენე საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობები გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე პროექტების შესახებ, ხო? ამაზეც მაგალითად ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი თემატური გამოკვლევა, რომლის შედეგების ესე იგი მიხედვით იყო მერე გარკვეული ცვლილებები შეტანილი. ესე იგი რომ არა ეს კოლაბორაცია, ჩვენ უბრალოდ აი ვამტვრევდით რაღაცა, ანუ ბევრჯერ ვცადეთ, ესე იგი ხმის მიწვდენა გინდა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, გინდა გარემოს დაცვის სამინისტროსთვის, მაგრამ არ იყო ეს, ანუ არ გვისმენდნენ, არ შეხვედრას ატარებდნენ, არ დისკუსიას
დისკუსიას არაფერს და აი ეს თემატური მოსმენა გახდა ის შესაძლებლობა, სადაც ჩვენ შევძელით პირისპირ ამაზე საუბარი. და შემდეგ ეს ასე კი აისახა უკვე თემატური მოკვლევის ანგარიშში და ერთგვარი სახელმძღვანელო ეს გახდა, ხო, დოკუმენტი. და აი ეს ინსტრუმენტი გააუქმეს. ანუ ესეთი მავნებლობა არ ვიცი რა შეიძლება გააკეთო, ხო? ანუ სასარგებლო ინსტრუმენტი, რომელიც ჰქონდა, რომელიც გააძლევდა საზოგადოებასთან საუბრის შესაძლებლობას, ეს ინსტრუმენტი გააუქმეს. და დავამატებ კიდე კეთი გარდა მარტო ეს ზოგადად ამ ცვლილებებმა, რეგლამენტში ცვლილებებმა მართლა ძალიან შეასუსტა საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობა. ჯერ ერთი ცვლილებები როგორ შეიტანეს, ხომ? ესე იგი 13 მაისს შევიდა ეს კანონ პროექტი პარლამენტში და 1 ივლისს უკვე, უბრალოდ 13 მაისს მიიღეს, 1 ივლისს ძალაში შევიდა, ბოდიში 13 მაისს მიიღეს, 1 ივლისს ძალაში შევიდა და მან გარდა ამ მოკვლევის გაუქმებისა, რაც ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული იყო, ის კი არა შეშინებულად ჩამოტვირთვა დავიწყე მოკვლევების ანგარიშების, რომ იმისიც არ მქონდა, რომ საერთოდ არ გამქრალიყო პარლამენტის ვებგვერდიდან ეს ნაწილი, თუმცა როგორ ვიყენებდით ამას და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე იყო. მე მახსოვს კარგად, რომ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ინერტულ ნარჩენებზე იყო, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით იყო. ეს რაღაცა საკითხები სულ იყო მნიშვნელოვანი. და გვაძლევდა უფლებას და შესაძლებლობას მონაწილეობა მიგვეყო. ეს მონაწილეობა როგორც წესი იყო ხოლმე კომიტეტებში. ახლანდელი ცვლილებებით ზოგადად არის ძალიან შემცირებული საკომიტეტო განხილვების რაოდენობაც და ვალდებულება კომიტეტებისა, რომ ეს განხილვები მიეცეთ. თუნდაც მაგალითად ადრე როდესაც მინისტრის თანამდებობაზე იქნებოდა წარდგენილი, ზოგადად მთავრობის წარდგენა, როდესაც ხდებოდა, აუცილებლად მიმდინარეობდა საკომიტეტო განხილვა დარგობრივ კომიტეტში. ეს შესაძლებლობას გვაძლევდა, რომ გაგვეცნო კანდიდატი, გვენახა როგორი წარმოდგენები აქვს კონკრეტულ საკითხებზე, რა ხედვები აქვს, რა კომპეტენცია და ასე შემდეგ. რაც ახლა უკვე სავალდებულო აღარ იქნება ამ ცვლილებით და საერთოდ აღარც მოხდება პირდაპირ პლენარულზე გაიტანენ დასამტკიცებლად მთავრობას და სხვა თანამდებობის პირებს, რომლებიც ადრე კომიტეტი განიხილავდა ხოლმე. ბევრი რაღაცაა შეიცვალა სხვა, თუნდაც ახლა ეხლა მეტნაკლებად ეს კარგად იყო განხორციელებული თუ ცუდად და გქონდა თუ არა ამასთან სათქმელი ეგ სხვა საკითხია, მაგრამ როდესაც არსებობდა ესა თუ ის ინსტრუმენტი, ეს უკვე მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად, ადრე კომიტეტის საქმიანობის შესახებ იყო დგებოდა წლიური გეგმა და შემდეგ წლიური ანგარიში. ეს ანგარიში შემდეგ იდებოდა პარლამენტის ვებგვერდზე. ხარისხიანი იყო თუ უხარისხო, ეგ სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ ეს არსებობდა, ანუ როგორც მინიმუმ ჩვენ შეგვეძლო წარმოგცოდნო და რა საკითხებზე იმუშავებს მომავალში კომიტეტი, ან რა იმუშავა ანგარიში გამოჩენილიყო, როგორ იმუშავეს, თქვათ. რაც ასევე ძალიან ცუდია, რომ აღარ იქნება ჩემი აზრით. მინისტრის საათი გაუქმდა კიდევ. ახლა მინისტრის საათის გაუქმებაც ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან მან იყო შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრი ხშირად ინტერპელაციას ადარებენ ხოლმე ამ საკითხს და ამ თითქოს რაღაცა ტოლობის ნიშანი ისმება და ორი ინსტრუმენტი რა გვინდოდაო, მაგრამ ძალიან განსხვავებული ინსტრუმენტებია ერთმანეთისგან. მინისტრის საათის დროს წელიწადში ერთხელ მინისტრი მიდის პარლამენტში და ყვება სამთავრობო სტრატეგიიდან გამომდინარე, რა საქმიანობები განახორციელა სამინისტრომ და რამდენად იყო შესაბამისობაში ზოგად სტრატეგიასთან. ამისი გაუქმებაც მე არ მგონია, რომ არის სწორი ნაბიჯი აქ და კიდევ აიქეთი თუ შეგიძლია 1-2 სიტყვა თქვა და ჩემი აზრით ძალიან ცუდი არის, ეს არის მუდმივ მოქმედი საპარლამენტო საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს გაუქმება, რაც პირდაპირ დარტყმა არის გარემოსდაცვით დემოკრატიაზე, ჩემი აზრით. არა მარტო გარემოსდაცვის, ზოგადად დემოკრატიაზე და ადამიანების ჩართულობის შესაძლებლობაზე.
ნამდვილად, ესე იგი ეს ოლიმპის წევრობა ზოგადად, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სხვათა შორის თვითონ მთავრობას მოჰქონდა თავი ამით, რომ OGP-ის წევრი იყო არაერთ ესე იგი საერთაშორისო შეხვედრაზე თუ საერთაშორისო ფორაზე, ხო? ესე იგი რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი იყო და OGP-ის სამოქმედო გეგმების შექმნა, თქვათ, ყოველწლიური მუშაობა ამ გეგმებზე, ხო, სამოქმედო გეგმებზე, ასევე იყო რაღაც აი სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის ერთგვარი შესაძლებლობაც, ხო, რომ დისკუსია იმაზე, რომ აი რა გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ეხლა გვაქვს. და ესე იგი რა ახალი მექანიზმები შემოვიტანოთ, დემოკრატიის მექანიზმები, ხო? და მე მგონი აი აქ OGP-დან გამოსვლაც ბუნებრივი პროცესია იმ საერთო კონტექსტიც, რაც ქვეყანაში მოხდა, ხო? ეს დემოკრატიული უკანდახევა, ხო? ეს ავტორიტარიზმის გამყარება, ამის ფონზე OGP ვეღარ იარსებებდა უკვე. თუმცა აი ისე ვამბობ OGP-ის ფარგლებში იყო მიღწეული შეთანხმება, მაგალითად ამ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალის შექმნის შესახებ, ხო? სადაც დღეს არის თავმოყრილი აი ესე იგი გეზეშეს იმ პროექტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც გეზეშეს გარემოზემოქმედების შეფასებას გადის და სადაც თქვა საზოგადოებას აქ მონაწილეობის შესაძლებლობა. პირველად თქვა ეს ინიციატივა იქ იყო დაყენებული და იქ იყო გაზიარებული და დათანხმებული მთავრობა და შესაბამისად სახელმწიფო უწყება, რომ აი ეს კი მნიშვნელოვანია, ხო? და ეს ინიციატივაც მაშინ ანუ სამოქალაქო საზოგადოებიდან ჩვენგან წამოვიდა და სახელმწიფო დაგვთანხმდა, მაგრამ აი ამ კონტექსტის ცვლილებასთან ერთად ეს ძალიან ბუნებრივი უკანდახევა იყო სამწუხაროდ. კი, გეთანხმები, ქეთი, ესე არის ზუსტად. მე ხა მინდა რომ თუ კი ისე კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ ვინმეს თუ გინდათ აზრის გამოთქვა, ეხა შეგვიძლია. ბატონ დავით კიზირი, აქ ხელი აწევთ. ერთი წუთით ეხლავე. მე კი ვერ ვხედავ აქედან. კი, აწეული მაქვს ნამდვილად. ხო, ხედავთ კი ბატონო. მოგესალმებით, დიდი მადლობა ეკა და ყველა მონაწილეს, დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე არ ვარ თვითონ დარგიდან, მაგრამ საინტერესო და მოგვითხრით და დაგვენახეთ სურათი. მაქვს კითხვა აქედან გამომდინარე, მე რამდენიც მივხვდი გადაწყვეტილების ეს რა წარმოვიდგინოთ, ესე იგი, როგორც მე მივხვდი, იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები, ორგანოები, რომელსაც მიეკუთვნებოდა ცენტრალური ხელისუფლების პარლამენტი და მთავრობა, სამინისტროები, ეს ჯგუფი იყო, ეს არის ერთი პირველი ჯგუფი, მეორე ჯგუფი არის საკონსულტაციო ხმისუფლებით ქართული ორგანიზაციები, გარემოსდაცვითი და მათ შორის თუ მოხდეთ ორგანიზაციას თემი. და მესამე კატეგორია იყო ვის საზოგადოება, მოქალაქეები, რომლის ქონებასაც განკარგავდნენ მოკლედ ეს პირველი ჯგუფი. და ცოტათი ადამიანი რო ყოფილიყო, ეს მეორე ჯგუფი კონსულტანტებისაც ცდილობდა რომ ჩარეულიყო. ხო, და ესეთი სტრუქტურა ხო სწორედ მესმის, ანუ გადაწყვეტილის მიღები იყო მარტო ის ორი ჯგუფი. ისინი იყვნენ, ვინც იღებდნენ ესეა, ხო? ანუ თქვენ გულისხმობთ თემებთან, ანუ ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. გარემოსდაცვით ნებისმიერ ლიცენზიაზე. მე კოდექსზე ვიტყვი მაშინ, ქეთი რაც აღნიშნა 2018 წლიდან. რეალურად ჩემი აზრით გარემოსდაცვით შეფასების კოდექსი იძლევა ყველაზე დღესდღეობით, ყველაზე ეფექტურად იქ არის ჩადებული საზოგადოების ინფორმირების და მონაწილეობის მექანიზმები, მაგრამ აი თქვენ რასაც ეძახით მეორე ჯგუფს და მესამე ჯგუფს. მაგრამ რა თქმა უნდა პრაქტიკაში რაღაც ხარვეზები იყო და ეს მუდმივად უნდა გაუმჯობესებდეს. მაგრამ იგივე კოდექსთან ჩვენი კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიმღები ხო პირველი ორი, ანუ ერთი პარლამენტი პირველი ორი არ არის, პირველია მხოლოდ. პირველი მარტო. პირველიდან ის მეორე ჯგუფში პარლამენტი და მთავრობა, სამთავრობო უწყებები. მეორე ჯგუფში, ასე იგი, რომელშიც თქვენ გაერთიანეთ, ეს არის
არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ ადვოკატირებას ვინც ეწევიან, ან უფლებებისთვის იბრძვიან, ხო? ისინი ვინც წარმოადგენენ ხშირად გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრივ აზრს, იმიტომ რომ ხშირად მოქალაქეებს არ ძალუძს თავისი ინტერესების დაცვა ესეთ უწყებებში გადაწყვეტილების მიღებისას, ხო? და ასევე ეს ორგანიზაციები იცავენ მათ უფლებებს და მათ ინტერესებს აი ამ პირველი ჯგუფის წინაშე, ხო? მათ ხმას ახმოვანებენ, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში ისინი არიან მხოლოდ გამხმოვანებლები. ანუ ჩვენ ფაქტიურად ეხლა რაც აღუწერეთ, გვაქვს ესეთი კლასიკური შუა საუკუნეების რაღაც მონოფლობილური სიტუაცია, როდესაც საზოგადოების რესურსებს განკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად საზოგადოებაა მისი მფლობელი, განკარგავს ერთი კლასი, ვიწრო, რომელიც არის თავმოყრილი ცენტრში და ფაქტიურად თქვენ თუ აკონტროლებთ პარლამენტს, აკონტროლებთ შესაბამისად მთავრობას თქვენ აკომპლექტებთ და შესაბამისად ერთი ჯგუფის ხელში არის თავმოყრილი ამ ხელა რესურსების, ასე ვთქვათ, ბედი. და დანარჩენები აქამდე ყავდათ, ასე ვთქვათ, უფრო იმისთვის, რომ იმიტაცია შექმნილიყო, აგერ OGP-ა და ისინი ვართ, აქვე დემოკრატია გვაქვს და დისკუსიები გვაქვს და ვიღაცებს უსმენთ, მაგრამ როგორც მე მივხვდი, მაინც საბოლოო ჯამში რაც უნდათ, იმას მიიღებდნენ. ამიტომ პრინციპში ამ ხრივ რაღაცნაირად სამართლიანობა რეალური სურათი გამოჩნდა, ხო? ანუ გაშიშვლდა, იმიტომ რომ ეს სისტემა, რომელიც აი სამკლასიანი სისტემა, პრინციპში ვერ უზრუნველყოფდა ქვედა კლასის, ვისიც რეალურად უნდა იყოს ძალაუფლება და ეს აქტივები ვისიც არის, იმის, ვთქვათ, ნების ბოლომდე დაცვას, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა მაინც ცენტრალურ ხელისუფლებაში და ხომ არ ფიქრობთ, რომ მოგეთ მე როგორც ახლა სისტემების ჩემი სფერო არის სისტემების ანალიტიკა და მე უბრალოდ დავუსვია, ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების წერტილებს განსაზღვრავ ხოლმე და შესაბამისად ესე შევეცადე შემეხედე ჩემ პერსპექტივიდან და ხომ არ ფიქრობთ, რომ დაიწყოს ახლა გვაქვს დრო პრინციპი, რომ დაიწყოს ეს სისტემური ტრანსფორმაციაზე ფიქრი, იმიტომ რომ ერთხელაც ეს ღამე დასრულდება და მზე ამოვა და ამ დროისთვის კიდევ იგივე რო არ გამეორდეს, მომზადებლები რო არ იყოთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებას გვაქვს, არაფერი აღარ გვგოჭავს, არც ისინი შებუჭილები ჩვენ გადაარჩ ჩვენ მათგან უკვე და შეგვიძლია რაღაცნაირად დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ როგორ იქნებოდა კარგი. ყველანაირი სტატუს კვო სამგაგებით ანუ როცა რაღაცა გიწევს ხომ თქვა რეფორმა, გიწევს გაითვალისწინო რამდენ რეალისტურია, ხო? ეხლა ნუ ხედავთ რომ ადამიანებმა თქვის რომ ნუ ჩვენ აღარ ვინიღბებით, ნუ გვაქვს ავტოკრატია და გვაქვს, კი ბატონო, გვაქვს, არ გვცხვენია და გვაქვს და ამიტომ ის რომ ეხლა რაღაცეები გარე ფაქტორები გავითვალისწინოთ, მაინც ამაც აღარ უჭირდება, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ აღარ არსებობენ. ამიტომ შეგვიძლია მე მგონი გთავაზობთ რომ დაიწყოს სწორედ ფიქრი აი ამ თქვენი გამოცდილება მიმართული იყოს სწორედ ამ მიმართულებით, როგორ ჩამოყალიბდეს სისტემურად გამართული მოდელი, დარწმუნებული ორი იქნება განსხვავებული აზრები, ამიტომ შეიძლება სულაც არ იყოს ერთი მოდელი და ნუ იქნება, არ არის აუცილებელი რომ რაღაც კონსენსუსი ამ ეტაპზე გავიდეთ, დაიდოს თუნდაც რამდენიმე მოდელი, რომელიც მისცემდა საშუალებას ერთის მხრივ იყოს დაცული, როგორც ნაციონალური ინტერესები, ასევე ადგილობრივი ინტერესები, როგორც გარემო, ასევე ეკონომიკური განვითარების ინტერესი და აი, რა ვიცი, ფორუმი, საზოგადოებრივი ფორუმი, რომელიც ფარგლებშიც დღეს თქვენ გახსენეთ, ასე ვთქვათ, ეს დისკუსიები, სწორედ მიმართულია ამაზე, რომ სხვადასხვა სფეროში და ინტერდისციპლინარულად ეს მოდელები შემუშავდეს იმ მომენტისათვის, როდესაც უკვე მისი რეალიზაციის რეალური ფანჯარა გაიხსნება და წინასწარ ქონდეს უკვე გააზრებული ეს ხედვები, იმიტომ რომ სხვა სფეროებში არის თქვენ როგორ, მაგრამ ბევრ სფეროში საერთოდ შეხება მქონია ეს მოდელები არ არის, რო ეკითხებიან როგორი გინდა. ანუ რატო არის ცუდი არსებული კი? აი, მაგრამ აი როგორი გინდა, ჩავთვალოთ რომ ჯადოსნური ჯოხი გვაქვს და ყველაფერს აკეთებთ როგორც თქვენ გინდათ. აი როგორია ეს როგორც გინდათ და თუ იმას აქვს წარმოდგენილი, ყოველ შემთხვევაში გაზიარებული არ არის ხოლმე. ან სუსტი წერტილები არ არის ხოლმე თვათ ბოლომდე გააზრებული და ეგ თავაზობთ რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის და თუ საინტერესო იქნება გავაგრძელოთ ამ მიმართულებით. მეორე არის, რასაც ასევე გთავაზობთ, არსებული ეს ფარგლებში ორი აქტიურად გვაქვს ორი რეგიონია ჩართული, მცხეთა და ქუთაისი, საერთოდ შექმნილია მცხეთის და შესაბამისად ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეები, რომლებიც ლოკალურ განვითარების სტრატეგიებზე მუშაობენ, სადაც სწორედ ეს პარამეტრები ადგილობრივი და ნაციონალური, ადგილობრივი, ანუ ეს
ეს დილემები არის ხოლმე, ხო, ხშირად ადგილობრივი ინტერესი, ნაციონალური ინტერესი, ეკონომიკის ინტერესი, გარემოს ან კულტურის დაცვის ინტერესი. აი ესენი ყველაფერი იყოს დაცული და აქაც ვთქვათ, რომ შემოგვიერთდეთ ამ პროცესში. დიდი მადლობა. დავით, ძალიან დიდი მადლობა. პრინციპში ხა ჩვენ მეც ამით დავიწყე სწორედ რომ ეს არის საზოგადოებრივი ფორუმის ნაწილი, დღევანდელი დისკუსია ჩვენი და იმისთვის რომ ჯგუფებმა რაღაცა ერთად დავსვით და ერთიანად შევძლოთ სტრატეგიაზე ფიქრი და გამოსავალზე ფიქრი, ან იგივე ის ჭადოშნული ჯოხი, ვთქვათ, გამოვიყენოთ და რაღაცას საუკეთესო განვითარების საუკეთესო ვარიანტი დავსახოთ. წინასწარ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჯერ ერთმანეთის გამოცდილება გავიზიაროთ და ერთ-ერთი არის ის რომ ახლა ჩვენ როდესაც დავიწყეთ მასე ფიქრი რომ ჩვენ სფეროში როგორ გამოჩნდა ეს დემოკრატიული უკუსვა და ჩვენ რა გადავიტანეთ და რა საფრთხეებია რაც თავარია თუ ასე გაგრძელდება საინტერესო არის თუ სხვა ჯგუფებმაც მსგავსი გამოცდილება გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება სადაც უკვე ძალიან კონკრეტულად გამოჩნდება შეხების წერტილებიც და შემდეგ ქვეყნის მომავალ მოწყობაზე თუნდაც სტრატეგიაზე საუბრისას უკვე ჩვენ ვიქნებით ერთმანეთის უფრო გავიგებთ ერთმანეთის აზრს უფრო, იმიტომ რომ ეს შეხების წერტილები უკვე გვექნება იდენტიფიცირებული ერთმანეთთან. რაც ახლა თქვენ ახსენეთ, ის შეხებაშია ძალიან ქვეყნის ადგილობრივი განვითარების კუთხით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან შეხებაში მოდის, იმიტომ რომ თავი და თავი ყველაფრისა, ჩემი აზრით, არის რესურსების განკარგვა. ჩვენ შემთხვევაში ბუნებრივ რესურსებზე არის საუბარი, ხო? ვინ არის გადაწყვეტილების მიღები ბუნებრივ რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის მთავარი ასეთი, მთავარი რაც ქვეყანას გააჩნია და აი ამასთან დაკავშირებით დეცენტრალიზაციის დონემ რა როლი უნდა ითამაშოს, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ ყველასთვის, იმიტომ რომ ეს არის საერთო დოვლათი, ხო? როგორ განვითარდება მასთან დაკავშირებული საკითხები, ზუსტად ყველა მაქსიმალურად ჩართულობით უნდა მივიღოთ ჩემი აზრით. ანუ მე ველოდები ინტერესით სხვა ჯგუფების მსგავს დისკუსიას და შედეგებს მათი მხრიდანაც. კახას აქვს ხელი აწეული, კახას უნდა. კახა. ჩემთან რატო არ ჩანს ეს აწეული ხელი? მოგესალმებით პირველ რიგში ბოდიში გამარჯობა ყველას კამერა არ აქვს ამ ჩემ კომპიუტერს და ბოდიში რო ვერ ვთავ ხო მე უბრალოდ ძალიან მოკლე კომენტარი მინდა ახლა არაფერს ახალს არ ვიტყვი ბატონ დავით სრულიად ვეთანხმები და ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოწია მან ჩემი აზრით რომელიც ძალიან ეხმიანება ჩვენი ბოლო წლების გამოცდილებას და იმ საკითხებს, რაზეც მანამდე კეთი მისაუბრა და ეკამ შენც ისაუბრე და მე ვფიქრობ ყველაზე მოწყვლადი სექტორი დემოკრატიისადმი არის მე ვფიქრობ გარემოს დაცვის სექტორი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდებულია დემოკრატიულ მოწყობაზე და დემოკრატიულ პროცესებზე. რომელიც პირველ რიგში იჩაგრება, ასე ვთქვათ, არადემოკრატიული განვითარების პირობებში, ქვეყნების არადემოკრატიული განვითარების პირობებში, რაც ჩემი აზრით, პირადად ჩემს ვფიქრობ, ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ როგორც წესი, გარემოს დაცვის ასე ვთქვათ, მიმართულება ყოველთვის დაკავშირებული არის გარკვეულ სირთულეებთან, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, რაც არ უნდა თავი მოვიტყუოთ და ვიძახოთ, რომ ეს შეიძლება ვინ-ვინ სტრატეგიების ნაწილი იყოს და ასე შემდეგ, როგორც წესი, ხშირად გარემოს დაცვა ეს არის თემა, რომელიც გარკვეულ პრობლემას უქმნის ეკონომიკურ განვითარებას ქვეყნების და ის რაც ახლა თუნდაც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაშიც, როდესაც თუნდაც ენერგეტიკის განვითარების სექტორს თუ დავაკვირდებით, იქ სასახად დავინახავთ, რომ ეს ტრამპის ახალი პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებული არის ამ მწვანე ენერგეტიკაზე უარის თქმა და თქვათ ამ შავ ენერგეტიკაზე დაბრუნება და დებატები ევროპაში რო რაქნან, იმიტომ რომ მწვანე ენერგეტიკა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე
შეიძლება უფრო ძვირი იყოს ვიდრე გაზის ენერგეტიკა, ყოველ შემთხვევაში ვიღაცების აზრი, აი ეს კარგად აჩვენებს იმას, რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში და რამდენად სერიოზული წინააღმდეგობა შეიძლება მიიღოს გარემოსდაცვითმა სექტორმა ამ პროცესების დროს და მით უმეტეს, როდესაც დემოკრატიული უკუსლა არის ქვეყანაში სახეზე. ამიტომ მე ჩემ აზრს ამით დავასრულებ, დიდხანს არ შეგაწუხებთ, მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ერთადერთი და მე ჩემ კოლეგებსაც არაერთხელ ვესაუბრე ამაზე და ეს პლატფორმა მინდოდა გამომეყენებინა, რა კი ბატონო დავითმა ეს საკითხი დაძრა, რომ ამ მიმართულებით განვითარება და ამ მიმართულებით მიღწევა შედეგების შესაძლებელია ჩემი აზრით მხოლოდ ერთადერთი შემთხვევით, როდესაც სპეციალური პოლიტიკური ძალა ჩდება, რომელიც ფოკუსირებულია გარემოსდაცვის თემებზე. ცხადია, მწვანე პარტიას გულისხმობ. რომ ასეთი პარტიების არსებობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელისუფლებაში მოდიან და რაღაცებს, ასე ვთქვათ, იღებენ სადავეებს ხელში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ შეუძლიათ გარკვეული ზემოქმედება მოახდინონ, აი რაც მაგალითი იყო გერმანიის მაგალითი, როდესაც მწვანეები ქმნიდნენ უმრავლესობას თავისი მცირე ფრაქციით და ამითი ახდენდნენ პოლიტიკაზე ზემოქმედებას, ქვეყნის პოლიტიკაზე ზემოქმედებას. ყველა სხვა შემთხვევაში აი ეს რაც არ უნდა დემოკრატიული პარტიები იყოს, გარემოსდაცვას იყენებენ ბოდიში ამ გამოთქმისთვის და ლეღვის ფოთოლის თუ არ ვიცი ვაზის ფოთოლის როლში, რომელიც სამწუხაროდ ხშირად პირველი რაზეც სამსხვერპლოზე იდება არის სწორედ გარემოსდაცვა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ლობია მეორე მხრიდან, ძალიან სერიოზული ეკონომიკური ინტერესებია მეორე მხრიდან და ეს ინტერესები ყოველთვის ძალიან ადვილად და ძალიან სწრაფად ძლევს იმ კარგ და ლამაზ სიტყვებს, რომელსაც ესა თუ პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ იძახის და აყენებს და ეს 2018 წლის მაგალითი რაც მგონი ქეთი მოიყვანე, ხო? მგონი ქეთი ყოფოდა ამ ისტორიას. კარგი მაგალითია, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა დაპირებებით, მათ შორის იმ დიდი ჰესების გაჩერების დაპირებებით და ამ შემდეგ და მე ყველაფერი ეს გვერდზე გადაიდო, იმიტომ რომ ეკონომიკა ამას და ლობი და ფული და ფინანსური ჯგუფების ინტერესები ამას ითხოვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი ისე როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის ერთი, რაც არ უნდა დემოკრატიის გზით უნდა მიდიოდეს ქვეყანა, არის მხოლოდ ერთი, რომ არსებობდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად იქნება ჩასაფრებული და იქნება მუდმივი ადვოკატი გარემოსი. თუ ასეთი ძალა არ იქნება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამაფის ვერ მოვა ხელისუფლებაში გამორიცხულია, მაგრამ თუ ასეთი ფრაქცია და ასეთი ჯგუფი არ იქნა, თუნდაც რამდენიმე დეპუტატის სახით პარლამენტში, რომელიც მწვანე პარტიის სახელით იმოქმედებს და მუდმივი ადვოკატი იქნება მწვანე აი ამ გარემოსდაცვის, ეს პირველი რაც შეეწირება იქნება გარემოსდაცვა და ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. მადლობა ყურადღებისთვის, პირადად ჩემი აზრია, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ რაღაც ჯეფერსონი ვარ და რაღაც ისედაც ვიძახი, რაც ქვეყანაში შეცვლის, მაგრამ რა ვიცი, მე ესე მგონია და ჩემი აზრით პრაქტიკა ამას აჩვენებს, რომ სხვა გამოსავალი არ ჩანს. მადლობა. მადლობა კავაი, მე ნამდვილად არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმოთ ამ იმაზე რასაც ახლა თქვენ თქვით. პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკურ ერთ-ერთი აი საინტერესო არის ის, რომ ჩვენ როდესაც შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ასამბლეის ფარგლებში გარემოსდაცვის ჯგუფში ერთმანეთს გავაძლიერებდით და მივიღებდით მონაწილეობას, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვიფიქრეთ, რომ აუცილებლად ვიმუშავებდით, ეს იქნებოდა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში მეტად ყოფილიყო გარემოსდაცვითი საკითხები წარმოჩენილი, რომ პოლიტიკოსებს თავიანთ პროგრამებში ამ საკითხებზე ესაუბრათ და შესაბამისი გაწყვეტილებებიც მიიღოთ. ამიტომ ეს თქვენი ეს კომენტარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ წავიკითხავ ახლა ჩატში ნინოს მოწერილს. მე მომეწონა ბატონი დავითის იდეა, რომ ასამბლეამ იმუშაოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის ოპტიმალურ მოდელზე. კონკრეტულ პროდუქტზე ფოკუსირება მგონია, რომ კარგი იქნება. ძალიან მრავალშრიანი თემაა და არ იქნება მარტივი. მოსაფიქრებელია, როგორ მიუდგეთ ამ პროცესს. ეს ნამდვილად შეიძლება იყოს იმ ფორუმის, ახლა რა ფორუმზეც ვლაპარაკობთ, საზოგადოებრივი ფორუმი, რის ფარგლებში ჩვენ ხო ამ დისკუსიაზეც ვატარებთ, ამის ნაწილი შეიძლება იყოს მეც გეთანხმებით.
სალომეს ქონდა ხელი აწეული მე მგონი, ხო, სალომე? კი, რაღაცას დავამატებ. Mhm. მაგალითად შესულ ცვლილებებს ეს ეკონომიკური საკითხების რაღაცა უპირატესად წაწევაზე, რაც მიდის მთლიანად მსოფლიოში. ყოველთვის ჩვენი კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, შესაძლებელია რაღაცა, რაც არ გვეჩვენებოდეს პრობლემურად, თუნდაც გარემოს დამცველებს, აღმოჩნდეს რაღაცა ბომბი. მაგალითად, ჩვენ მქონდა кейსი გუშინდელი ვთქვათ თვალჭერების შემთხვევას რო დავაკავშიროთ აი დევნილების მიმართებაში. მქონდა ესეთი შემთხვევა, რაღაც პროცედურაზე აღმოჩნდა, რომ დასახლებისთვის განკუთვნილი ტერიტორია იყო დაბინძურებული. რაც რომ არ ყოფილიყო ის პროცედურა, არასოდეს ვერავინ ვერ გაიგებდა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ არც ერთი ბაღის, სკოლის, კონკრეტული შენობის შემთხვევაში არ მოითხოვება იგივე ნიადაგის ანალიზი, რაღაცა წყლის ანალიზი და შესაბამისად ეს ინფორმაცია არ არის და საფრთხედაც არ აღიქმება. შეიძლება იქ პარკი იყოს განთავსებული, სადაც რაღაცა სერიოზული საფრთხეა და საერთოდ მიახლოებაც არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, აი ერთი საკითხია მესმის ეს რაღაცა პოლიტიკურ ნაწილში გადატანა, მაგრამ ასევე ყურადღებაა გასამახვილებელი, აი რაც ცვლილებები შედის ახლა ვთქვათ იგივე პარალელურად, ეს არ უნდა გამოგვჩნდეს არავითარ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ესენი არ არის არგუმენტირებული და დასაბუთებული, რომ ვთქვათ, ჩვენ შევძლოთ ამ განხილვაში შესვლა მათთან, მაგრამ ჩვენი მხრიდან, ჩემი აზრით, ეს რაღაცა პროცესი უნდა წავიდეს, რომ მუდმივად რაღაცა ჩვენ თვითონ ვიმსჯელოთ, გავაანალიზოთ, რომ შემდგომში ეს დაბრუნების პროცესი გაგვიმარტივდეს ჩვენს. კი, გეთახმები სალომე. ძალიან ამაზეც ვისაუბრეთ, პრინციპში ჩვენ როგორც ჯგუფის წევრებმა შეგვიძლია რომ ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში, რომ გავუზიაროთ ინფორმაცია, ვისთვისაც რა იქნება ხელმისაწვდომი და ეს შეგინთაც ინფორმაცია გავცვალოთ ხოლმე. და ისევ ახას კომენტარს რო დაუბრუნდეთ, ძალიან მიხარია რომ ამ ფორუმში პოლიტიკური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას, შესაბამისად ჩვენ გვექნება მათთან წვდომის შესაძლებლობას და ისინიც მოგვისმენენ და შევძლებთ აზრების გაცვლა გამოცვლას ამ ფორუმზე. ეთილი მე მგონი ჩვენ დროც უკვე გვეწურება, თუ მეტი არავის არ აქვს სურვილი რომ გამოთქვას აზრი, მაშინ ნელ-ნელა დავხუროთ ეს დისკუსია. ყველას ძალიან დიდი მადლობა სპიკერებს პირველ რიგში, ვინც მონაწილეობა მიიღო. და მინდა რომ წარმოვიდგინოთ ეს დისკუსია როგორც პირველი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ ნახეთ, ვისაც არ გაქვთ ნახი უმეტესობამ ვიმუშავეთ ერთად ამ საჯარო განცხადებაზე დემოკრატიის შესახებ. იქ გვაქვს ჩამოყალიბებული რაც ქმედებები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ საჭიროა. ამ ქმედებების მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ რა კონკრეტული საქმიანობები შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ თვითონ და სხვებთან ერთად აგრეთვე. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ დისკუსიაში მონაწილეობისთვის. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. ნახვამდის. კარგად ვანდებოდეთ. დიდი მადლობა. კარგად ვიყავით.